მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 51 ნომრიდან. მოდი შევცვალოთ ვერი. ახლა 51 ნომერი რას გვთხოვს? ესე იგი, პარალელოგრამში ბეკას სიმაღლე AC დიაგონალთან ქმნის 120 გრადუსიან კუთხეს, ანუ ბეკას სიმაღლე გვაქვს AC დიაგონალთან ქმნის, ხო? ანუ ეს დიაგონალი. მოდი ცოტათი მინახაზი გავაკეთოთ ახლა ჩვენ. ასე ავიღოთ ეს ასე ეგეც ასე ვქნათ. ეს ასე ვიტანოთ. მოსად რო იყოს შედარებით. ანუ ახლა დავაწეროთ ასოები რა გამოდის A, B, C, D. ნუ გავავლოთ მეგობრებო BD დიაგონალი და AC დიაგონალი, ხო? როგორც არის გავლებული A, ჯერ ამე კრეატიული არის გასაკეთებელი. დავასწავლოთ. და BK დიაგონალი სიმაღლე გვაქვს. ჩამოსაშვებ. აი, ჩამოვშვით ასე BK სიმაღლე. ეს მარტი კუთხეა. ეს დიაგონალების გადაკვეთის წერტილი იყოს O. ჩვენ ვიცით რომ AO, მოდით დავწეროთ A უდრის AC. ვიცით რომ AC დიაგონალთან 120 გრადუსიანი კუთხეა. ანუ ეს არის 120 გრადუსი. მოდით შრიფტზე გადავალ ახლა თორე აი ლამაზად არ გამოდის. 120 გრადუსი არის ეს. ოკეი. იპოვეთ BK სიმაღლე. კარგი მეგობრებო. ახლა აბეცდე პარალელოგრამია, BK სიმაღლე AC დიაგონალთან ქმნის 120 გრადუსიან კუთხეს, იპოვეთ BK სიმაღლე თუ AO უდრის AC. არ ვიცი ახლა, მოდი ფაქტები დავაფიქსიროთ რა. რას ვხედავთ, რა ვიცით? არ დაგვაქვს რომ სიმაღლე ბოდიში დიაგონალები გადაკვეთის წერტილის შუაზე იყოფიან. ეგ ერთი. ხო, მეტი რომ ეს AO რომ 20-ს ტოლია, აღარ აღნიშნავ აქ თვალისთვის არ იქნება ფლატ ეფექტიანი. ეს თუ 120 გრადუსიანი კუთხეა, შესაბამისად ეს 60 გრადუსია მეგობრებო აქ და ეს იქნება 30 გრადუსი. შეიძლება ახლა აქ დავინახოთ. ნუ მეტი აქ არაფერია ახლა ისეთი, ნუ ერთი შეგიძლიათ აი ეს გვერდი რომ ამ სტოლით აღნიშნვა დაიტანოთ. და ასე პირდაპირ ჩასაწერის სხვა ახლა იქ 30-ია ეს კუთხე არ იცი რა იქნება ანალოგიურად სხვა კუთხეებზე ნაკლებად ხარ ინფორმირებული, ხო? ერთი შეგიძლიათ ახლა აღნიშნვა შევიტანოთ მაგალითად რა, აი მაგალითად ეს თუ არის სხვა ფერს გამოვიყენებ, მაგალითად X, ხო, ეგ თეთრი ფერი უკეთესად გამოჩნდება, გამოთეთრა. ეს თუ არის X-ი, აი აქ, ხო, მაშინ ცხადია ეს 2X იქნება. მოდი დავაწეროთ ამას რაიმე წერტილი, მაგალითად, ანუ M წერტილი იყოს. AM იქნებოდა 2X. ნუ რატო? იმიტომ რომ 30 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირე კათედი ჰიპოტენუს ნახევარია. მაგრამ ახლა რომ დავაპიროთ ჩვენ აქედე გადასვლა, ეს გვერდი არ ვიცით. ნუ ერთი იყო, რომ უცებ მეგონა ამას რომ უყურებდი რომ მედიანებს გადაკვეთის წერტილი ხო არა, მაგრამ არავინ არ მეუბნება რომ აქ არის აქ მედიანა, ანდა არც იმაზე არის მინიშნება რომ თქვა ABBD სტოლი იყოს, ანუ ტოლფერ და გამოვიდეს სამკუთხედი და შესაბამისად BK სიმაღლე თუა მედიანაც გამოდიოდეს. თუ არ ვიცით ეგ არაფერი და შესაბამისად ჩვენ არ ვიცით 2X, ანუ რა პროპორციით იყოფა ეს AO. კი ვიცი 10 რო არის, რა პროპორციით იყოფა, არ ვიცი, ხო? ნუ მაგას შევშივართ.
რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ და ერთი ახლა რაც შეიძლება მეტნაკლებად, აი რომელიმე ფიგურაზე დავიწყე ახლა და რომელ ფიგურაზე ვარ ინფორმირებული, რომელზე ამ მართკუთხა სამკუთხედზე არ ვარ ინფორმირებული. აი მაგალითად ამ მართკუთხა სამკუთხედზეც არ ვარ ინფორმირებული, ხო? არ ვიცი კადეშეს, არც კუთხეები არაფერი არ ვიცით რა. და ამ ძიებაში შეიძლება დაგინახათ, რომ ეს თუ 60-ია, ეგეც ხო 60 იქნება და ვიცი, ეგ ამ სამკუთხედში არ არის 60 გრადუსიანი კუთხე და მე ხო ვიცი ესეც მართკუთხა. ბატონო, ვიცით და მოიცა რა შეიძლება დაგვენახა ხა ჩვენ? შეიძლება დაგვენახა მეგობრებო, რომ მაგალითად ამას თუ დავარქმევთ ახლა Y-ს, აი ამ ნაწილს B-ს, ხო? მაშინ აი ეს იქნებოდა 2Y. აი ესეთი თემა რა. ანუ ეს 2X-ი, ეს 2Y იქნებოდა, ხო გაღდი არის რა, იმიტომ რომ ეს 30 გრადუსიანი გამოვა ცხადია. და 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი, აი თუ დავაწყეთ ახლა ეგრეთ ლათინურ პატარა ასოებს, არც ეს ვიცით ხო, B-ები, ეს გამოვა 2Y. დააკვირდით ახლა პირობიდან რა გამოდის? 2X დამატებული 2Y, 2X დამატებული Y არ გამოდის 20? ხო, ნუ აუ თუ იყო 10, მოკლიანად 10 იქნებოდა 20. და შესაბამისად აქედან ცხადია X + Y გამოდის 10. და ბეკა რა არის? ბეკას ვიკითხებია, ხო? კი, ბეკას ვიკითხებია, ბეკა ზუსტადაც 10 არ არის? ნუ შესაბამისად ამოცანა ამოიხსნა. ბეკა ვიპოვეთ. აქ ახლა ყველაზე მარტივი გზა, რაც შეიძლება ახლა შევეცადე, ვთქვათ, მომერგო როლი, რომელმაც ვთქვათ, პირველად ამოხსნა ეს ამოცანა, ანუ რამდენად გამომივიდა ახლა მისი იმიტაცია. არ ვიცი, ეგ თქვენთვის მომინდვია, მაგრამ შეიძლება ახლა რო ხსნიდი ამ ამოცანას, პირველად ასე მეფიქრა, არ ვიცი. მოდი ახლა აქეთ დავფიქრდეთ რაზე. ნახეთ მეგობრებო, როგორი სიტუაცია, აი ხშირად გვჭირდება, აქაც ტრაპეციაშიც. აი ჩვენ რომ გავგზავნოთ ბეკას ტოლის სიმაღლე, ხო? ოღონდ შეწერტილიდან, აქედან რომ დავიშვა. იქონდა ფიგურის გარეთ მოხდებოდა ის ადეგვერდის გაგრძელებაზე იქნებოდა, აი ეს იქნებოდა. რა სიტუაცია მიიღებოდა? დააკვირდით, აი ამ სამკუთხედში რა გვექნებოდა? ეს ის არის, რასაც მეკითხებიან, ხო? აი ეს. C რაღაცა P მაგალითად. იმიტომ რომ იგივე ბეკას სიმაღლეა. მაგრამ 10-ზე რა გავდის? 10-ზე ხო არის 20. მაგრამ ამ დაშტი ხო სამკუთხედში 30 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირე გვერდი არ გამოდის X-ი? კი, და შესაბამისად X იქნებოდა 20-ის ნახევარი. ასეთი გამარტივება შეიძლება ამოცანოს. საკმაოდ სერიოზული ამოცანაა. იმიტომ რომ მაინც გადამწყვეტი ფაქტორი აქ გამოდგა დამატებითი ხაზის გავლება, ხო? კი, თითქოს სიმაღლე დამატებითი ხაზია, მაგრამ როდესაც არაა პირდაპირ მოცემული და შენი ინიციატივით რაღაცას აკეთებ პავლებ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ხაზი გამოდის დამატებითი. 52 ვნახოთ. ABCD პარალელოგრამის AC დიაგონალი სამჯერ დიდია BD დიაგონალზე. ნუ წარმოვიდგინოთ ახლა აღებული გვაქვს რაღაც პარალელოგრამი. ისე რომ აი ეს სამჯერ დიდი გამოდიოდეს, ხო? პირობითად ჩავთვალოთ სამჯერ დიდი. გავავლოთ ახლა ჩვენ ორივე დიაგონალი და გვახსოვდეს, რომ პატარა დიაგონალი სამჯერ პატარაა დიდ დიაგონალზე. ეს ანუ AC უდრის 3 BD-ს. და მასთან 60 გრადუსიანი კუთხით იკვეთება, ანუ დიაგონალების სოწეტრი დავარქვათ, გადაკვეთის კუთხე არის 60. იპოვეთ მონაკვეთის სიგრძე, რომელიც D წვეროს BC გვერდის შუა წერტილთან აერთებს. ანუ D წვეროს BC გვერდის შუა წერტილთან აერთებს. აქ არის ეს შუა წერტილი E.
გავლებულია მოდიდან ეს მონაკვეთი რა. ხო, ეს შუაზე იყო. აბა არამერიოს BD დიაგონალზე და მასთან ხო, იპოვეთ მონაკვეთის სიგრძე, რომელიც დეწვეროს BC გვერდის შუა წერტილთან აერთებს. AC ვიცით არის 24. ახლა აქედან უცებ რა გამოდის, ანუ AC 24-ია ხო და BD გამოდის 8 ხო? 24-ის მესამედი. BD თუ 8 არის, რა შეიძლება დავინახოთ ახლა აქ მეგობრებო. ეს 4 გამოდის PO, ეგეც 4 გამოდის. დააკვირდით ახლა ციფროსებო ერთ სიტუაციას. ახლა შეხედეთ აი ამ სამკუთხედში აბერ. ამ სამკუთხედში. ფაქტობრივად მედიანების გადაკვეთა არ გვაქვს აღებული? ეს DF მედიანა და CO-ც მედიანა. და მედიანების გადაკვეთა თუ გვაქვს აღებული, ესე იგი აქ მაგათად K-ს თუ დავაწერთ, K მედიანების გადაკვეთის წერტილი გამოდის. ანუ გამოდის, რომ ორი ერთთან შეფარდებით იყოფა დიაგონალი, მაგალითად ეს თუ არის 2x-ი, აქეთ ეს იქნებოდა x. აი გაწერტილია. და რადგანაც ჩვენ AC ვიცით 24-ია, 20 რა გამოდის, 20 ხო გამოდის მისი ნახევარი 12. და შესაბამისად 20 12 გაიყოფოდა 3 ნაწილად, ანუ გამოდის, რომ 3x უდრის 12-ს. ანუ ეგ ისე რომ გამოვიდა რით აღნიშნე. ეს რომ x არის და ეს რომ 2x-ია. და 3x თუ უდრის 12-ს, x იქნებოდა 4. x თუ არის 4, ну რა გამოდის, ესე იგი ეს არის აქ 4 ხო, აქედან აქამდე ეს 4-ია. ნახეთ თან 60 გრადუსია და გამოდის, რომ ამ სამკუთხედში OKD-ში გამოგვივიდა ჩვენ, რომ ყველფერდა სამკუთხედი გვაქვს. ხო, ესე იგი ეგ თუ 4-ია, ეგეც 4-ია. OKD-ში ყველფერდა ანუ ტოლგვერდა. და იმიტომ რომ ტოლფერდა სამკუთხედში ერთი კუთხე თუ 60, ანუ ეგეც 4 იყო, ეგეც 4 იყო და მათ შორის მდებარე კუთხე 60 იყო. და ეს თუ ტოლგვერდა გამოდის, რომ ესეც 4-ია, ხო? და ეს თუ 4-ია, ეს ხო 2 გამოდის, უთხრები. იმიტომ რომ ესეც ორი ერთთან შეფარდებით გაყოფის მომენტია, ხო? მედიანა. და გამოგვივიდა რა AD მონაკვეთი ვიპოვეთ. ჩვენ რას გვიკითხებოდნენ? ვეწეროდან იპოვეთ მონაკვეთის სიგრძე, კი ბატონო. AD გამოვიდა 6-ის ტოლი. ну საკმაოდ ისეთი სერიოზული ამოცანა გამოდგა ესეც, რაღაცა გადაცემითი მომენტი იყო, ხო? გადავით ერთ და სამზე და რაღაც ასე გავაკეთეთ. დააპაუზეთ, ხელახლა გაარჩიეთ 52, ну კარგი ამოცანა იყო მომეწონა. 53. პარალელოგრამში დიდი დიაგონალი არის 18. მოდი ხვები რა ვქნათ ახლა ჩვენ იცით? თქვა x მივმართოთ და ბევრი დრო რო არ ვაძოთ. ეს ცოტა ამასე პარალელოგრამი რო გამოვიდა. ახლა ეს შესაბამისად ეს იყოს 53 გამოვაცეთ. პარალელოგრამში დიდი დიაგონალი არის 18. ასე და დიდი დიაგონალი 10 არის 18. და იგი დიდ გვერდთან ადგენს 30 გრადუსიან კუთხეს. ну პირობითად ავდე იყოს დიდი გვერდი.
18-ია და AD არის დიდი გვერდი. ну, ადგას 30 გრადუსიან კუთხეს. მეუბნება ამას. ხან დიდი დიაგონალი 18-ია, ხო? იპოვეთ დიდ გვერდზე დაშვებული სიმაღლე. დიდ გვერდზე დაშვებული სიმაღლე უნდა ვიპოვო. როგორ შეგვეძლო ამას გამკლავებოდით ახლა მედეგება. ესე იგი პარალელოგრამში დიდი დიაგონალი ვიცით 18, ანუ 10 ვიცით და დიდ გვერდზე დაშვებული სიმაღლეს ითხოვენ. თან დიდ გვერდთან შედგენილი კუთხე ვიცით რომ 30 გრადუსია. ახლა ცეფ მე აქ მეგონა რომ აქედან დავუშვი სიმაღლეს და რადგანაც ეს გვერდი ვიცოდი, ну, შევკრავდით აღნიშნულ სამკუთხედს რა. მე როგორ მოვიქცეთ ახლა? კარგი. კიდევ ერთხელ გადავავლოთ, დიდი დიაგონალი ვიცით, 18-ია. დიდ გვერდთან ვიცით. აი, ბოდიში შემშლია აქ, მე დიდი დიაგონალი ადგენდა დიდ გვერდთან 30 გრადუსიან კუთხეს და მე პატარა დიაგონალი მომნიშნე ნახავს. რა თქმა უნდა, ეს იქნება 10 დიაგონალი დიდ გვერდთან ადგენს 30 გრადუსიან კუთხეს და ნუ გვეკითხებიან თავად სიმაღლეს, ხო? ბ ასე უნდა. ბ-ში აღნიშნეთ, კაი. ну, რა არის აქ მარტივი ახლა ხო აქედან დავუშვებდით სიმაღლეს გვერდის გაგრძელებაზე, შესაბამისად განიხილავდით ამ ფიგურას და ну, ეს იქნებოდა 10-ის ნახევარი, ხო? და 10-ის ნახევარი ეგ არის 9. ანუ შესაბამისად B-ში სიმაღლე იქნებოდა მეკუთვნებო 9-ის ტოლი. ну, იგივე სიტუაციაა, რაც წინის მაგალითში. 54. რა სიტყვებს ახლა 54 ნომერი? ABCD პარალელოგრამში AC დიაგონალი ორჯერ მეტია AB გვერდზე. დიაგონალს იგივე გავაკეთოთ. ესე 54 ნომერს ვარ, ხო? AC დიაგონალი უდრის 2AB-ს. ახლა აქედან გამოდის, რომ ეს გვერდი და ეს გვერდი ერთმანეთის ტოლია, ხო? თანაბის ტოლია, იმიტომ რომ თუ AC დიაგონალი AB გვერდზე ორჯერ დიდია, დიაგონალის გადაკვეთის წერტილით AC დიაგონალი ჩვენზე გაიყოფოდა და გამოვიდოდა, რომ ეს ნახევრები AB-ს ტოლი იქნებოდა. კი, გამოვიდოდა. მე ჩვენ ვიცით, რომ BAC კუთხე არის 62 გრადუსი. ანუ ეს თუ არის 62 გრადუსი, BAC იცოდი. BAC კუთხე არის 62. აი ეს არის 62 გრადუსი. BAC. მაშინ აი ამ სამკუთხედში თოფერ და სამკუთხედს ან თვისებას გამოვაკეთებ 180 გრადუსს გამოვაკეთებ 62-ს და მიღებულ კუთხეს 18 გამოდის მეგობრებო, გავყოფთით 2-ზე. ეგ არის 59. ანუ 59 გრადუსი იქნება. 55. კიდევ პირობა ხო არ აქვს ნახოთ. აი 55. ABCD პარალელოგრამის BM სიმაღლესა და ABC კუთხის BM ბისექტრისა შორის კუთხე 24-ის ტოლიანოს. ფოტოვა ასხოვენ ABCD პარალელოგრამის BM სიმაღლე, ну, გავავლოთ BM სიმაღლე. ესე. და ABC კუთხის BM ბისექტრისა შორის. ABCD პარალელოგრამის BM სიმაღლესა და ABC კუთხის ABC კუთხის BM ბისექტრისა შორის კუთხე 24 გრადუსია.
თუ ალბათ შეეშალა და B n ბისექტრის ავტო და კაი ვარ იყოს ახლა ასე და რას ვიზავთ იცით? აი გავშალოთ B-დე დიაგონალით და გავავლოთ B-დან ბისექტრისა. გავივლებ ახლა ის. ბისექტრისა. იცოდია ჩვენ ვიცით თეორიაში ნასწავლი გვაქვს რომ თუ შენ გაავლებ მოდი ახლა ბისექტრისას არ გავს კიდევ უფრო დავამგვარდით ასე ვთნათ უფრო ბისექტრისას რომ დაამგვაროს აი უფრო გავს ჩვენ ნასწავლი გვაქვს მეგობრებო რომ პარალელოგრამში ბისექტრისით მიიღება ტოლფერდა სამკუთხედი აი რა კარგი ისება და ამას კეთებთ და კარგი შედეგი მოყვება და ვისაუბრებთ იმაზეც და შესაბამისად ახლა ეს თუ ბისექტრისა მოდი მოვნიშნოთ ეს კუთხე ამას უდრის ხო ან ნახეთ აქაც ტოლფერდა სამკუთხედი მიიღება ეს ამის ტოლი იქნებოდა ანუ ცხადია დიდ გვერდს გადაგვეთა ხო თუ ახლა AD დიდი გვერდია მას გადაგვეთა და კუთხე 24 გრადუსის ტოლი გამოდის. სიმაღლეს აი ეგ გამოდის 24 გრადუსი. ნუ გამოვიქცეთ ახლა. იპოვეთ პარალელოგრამის კუთხე. კარგი ბატონო. ესე იგი ABC პარალელოგრამის BM სიმაღლისა და ABC კუთხის BM ბისექტრისა შორის კუთხე 24 ტოლი. და შეგვიძლია ახლა აქ ვთქვათ. ნუ ეს თუ იქნებოდა სიტყვაზე ვთქვათ ალფა ეს გამოდის ალფა პლუს 24 გრადუსი. კი. და თუ დააკვირდებით ახლა მეგობრებო, ისეც იქნება ალფა პლუს 24, ხო, ალფა პლუს 24 გრადუსი. კიდევ რა ვიცით? პარალელოგრამის BM სიმაღლისა და ABC კუთხის BM ბისექტრისა შორის კუთხე 24 გრადუსია. იპოვეთ პარალელოგრამის კუთხეები. ჩვენ ეს ტოლფერს დავიცით. სამაგეროდ ეს არ ვიცით აქ რა ხაზია. AD-ს BD-ს კი ყოფს AC დიაგონალი შუაზე, მაგრამ აი აქ ვთქვათ რომ კაწერტილი რო იყოს ამას გაყოფთ და არ გაყოფთ და არ ვიცით. რა გამოვიდა ხა ნახეთ? სამაგეროდ რა ვიცით? შეხედეთ მეგობრებო. თუ განვიხილავთ ახლა ამ სამკუთხედს გამოდის რომ აი ეს არის 24 გრადუსი ხო და აი ეგ არის ალფა პლუს 24 გრადუსი ბოდიში ასე და მათი ჯამი რა თქმა უნდა იქნება 90 გრადუსი ხო იმიტომ რომ მახვილი კუთხეებია მართკუთხა სამკუთხედში შესაბამისად ალფა ტოლია 90-ს გამოკლებული 48 ანუ 42 გრადუსის ასე ვიპოვეთ აქაც არ იყო მარტივი დასანახი ხო ახლა მართალია ჯერ ჩვენ თავარ კითხვაზე არ გაგვიცია პასუხი და ეს კითხვა იყო უნდა გვეპოვა პარალელოგრამის კუთხეები მაგრამ ეგ უკვე დროის საკითხია შესაბამისად აქ რა გამოვიდოდა ახლა პარალელოგრამის კუთხე მთლიანად ეს იქნებოდა ეს თუ 90 აქ და აქეთ ალფა ცხადია 90 პლუს კუთხე ესო და მთლიანად 42 გრადუსი ესა 32 გრადუსი და კუთხე რაც შესაბამისად იქნებოდა 48 გრადუსი ხო
ახლა აქ ჩნდება ერთი კითხვა. აი ეს B წვერო, ხო, საიდანაც სიმაღლე დავუშვით ჩვენ ახლა, მახვილი კუთხის წვეროა თუ მართი კუთხის წვერო? ეს კითხვა შეიძლებოდა გაჩენილიყო. აბა მოდი ნახოთ ახლა თუ ცვლის რეალობას. მოდი დავაკვირდეთ. რა ვიცით. ხო, ჩვენ არ ვიცით, აი ეს ბეწერო, ბლაგვი კუთხის წეროა თუ არა და შესაბამისად შეიძლებოდა აი აქ ყოფილიყო ბეწერო, აი მაგალითად ასე ყოფილიყო B და მაგრამ ხო სიმაღლე და კი შეიძლებოდა მაშინ ბისექტრისა პრინციპში მაინც დიდ გვერდზე მოხვდებოდა, ხო? ასე ეგარი ბისექტრისა სიმაღლე გარეთ მოხვდებოდა კუთხე ბისექტრისა და სიმაღლის შორის ეს იქნებოდა მთლიანად 24 გრადუსი ასე და მაშინ რა გამოვიდოდა ახლა ეს თუ ალფა ხო აი ეს ალფა რო დავარქვათ ესეც ალფა იქნებოდა და გამოგვივიდოდა მეგობრებო რომ ალფას პლუს 24 იქნებოდა 90 გრადუსი. ესე გამოვიდოდა, ხო? ამაშლება რა. ანუ გავავლევდით და ბისექტრისასა და სიმაღლის შორის კუთხე. და 90 გრადუსი იქნებოდა. პრინციპში ეს აქაც ჩანს, ხო? აგერაც ჩანს, რომ ეს 90 გრადუსი იქნებოდა. აქედან ალფა გამოვიდოდა რამდენი გრადუსი? 56 გრადუსი. და შესაბამისად პლაგო კუთხე იქნებოდა 180 გამოკლებული 56 გრადუსი. ანუ ეს არის 134 გრადუსი. არა, 124 გრადუსი. მაგრამ ავტორს ეს არ აქვს გათვალისწინებული. ახლა ჩვენ ხომ არ ვარღვევთ რამე პირობას, როცა ვიხილავთ ამას, ხო? ანუ ABC პარალელოგრამის BM სიმაღლისა და ABC კუთხის BM ბისექტრისა შორის კუთხე 24-ის ტოლია. ნუ რატო არ შეიძლებოდა ეს მოხდარიყო, ხო? ასეც ხო შეიძლებოდა განვიხილვა შემთხვევა A, B, C, D. ანუ ბლაგვი კუთხის სწოროდანაა ბისექტრისა და სიმაღლე გავლებული თუ მახვილი კუთხის სწოროდანაა გავლებული. მგონია ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. თუ ბლაგვი კუთხის სწოროდან გავავლებით, ნახეთ რამდენიმე წუთის წინ, რაც მოხდა, ხო? როგორ გავაკეთეთ, ასე და სამკუთხედიდან გამოვიტანეთ დასკვნა და მივიღეთ პასუხები და ამ შემთხვევაში ბისექტრისა გავავლეთ გადაკვეთა დიდი გვერდი შესაბამისად ეს თუ ალფა ესეც ალფა იქნებოდა რომ ცხადია ესეც ალფა აი აქ ხო ეს შეუძლებელია რომ ხდებოდეს კი ბატონო აი ხო შევამოწმეთ ხო რატოა შეუძლებელი ეს ხდებოდეს იმიტომ რომ ალფა თუ 56 გრადუსია ასე გამოვიდა ხო მაშინ როგორ იქნება ის 24 გრადუსიანი კუთხის შემადგენელი ნაწილი ხო შეუძლებელია ხო ხდებოდეს ცნობობა გამოვიდა ხო ანუ ეს ბისექტრისასა და სიმაღლის შორის კუთხე უნდა ყოფილიყო 24 მაშინ ეს უნდა ყოფილიყო 56 და შესაბამისად 56 უნდა გამოსულიყო 24-ის შემადგენელი ნაწილი, რაც შეუძლებელია წარმოუდგენელია, ხო? ყველაფერი სწორი ამოცანა და ბლაგვი კუთხის სწორად უნდა ყოფილიყო გავლებული სიმაღლე, წინააღმდეგ შემთხვევაში შევიღებით უცდომას. დავაგზავნოთ.
ახლა რაც შეეხება მოდი ბისექტრისებზე ერთი პატარა ინფორმაციას მოგაწვდით. ეს ცნობილი მომენტია და საინტერესო საკითხია. მოდი წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ ასეთი სიტუაცია. რომ ვავლებთ ბისექტრისებს, დიდი კუთხის, დიდი გვერდის მეზობელი წვეროებიდან, ხო? გავავლეთ ბისექტრისა აქედან, გავავლეთ ბისექტრისა აქედან, რა შეიძლება ხდებოდეს? მოდი მე გაგახსენებთ ერთ ფაქტს, მეგობრებო, რომ პარალელური პარალელურობის მესამეთი გადაკვეთისას, როდესაც თქვენ ავლებდით შიგად სამხრეთ მდებარე კუთხის ბისექტრისებს, ისინი მართი კუთხით იკვეთებოდნენ. ეგ გვაქვს დასაბუთებული, ამაზედაც დავასაბუთეთ, თუ გახსოვთ, ესე გავავლეთ წერტილი მაშინ საკითხები შიგა კუთხეების ჯამი არ ვიცოდით ჩვენ და ეს თუ x იყო, ესეც x იქნებოდა ბისექტრისა, ქონდა ხო გავლებული, ეს თუ y იყო, ესეც y იქნებოდა, შესაბამისად აქ გავავლეთ პარალელური ხაზი, ხო, ვავწფების, ესეც x იყო, ეს თუ y-ია, ესეც y იყო და გამოგვივიდა მეგობრებო ჩვენ რომ რა, აი ეს კუთხე გამოვიდა x + y და რას უდრის x + y, ჩვენ ვიცით რომ სამხრეთ მდებარე აი ამ კუთხის და ამ კუთხის ჯამი 2x + 2y უდრის 90 გრადუსს და შესაბამისად x + y გამოდიოდა 90. ანუ სამხრეთ მდებარე კუთხის ბისექტრისები ყოველთვის იკვეთებიან მართი კუთხით. აბა დააკვირდით ესეც სამხრეთ მდებარე კუთხეები არ გამოდის, ხო? პარალელოგრამის ნებისმიერ გვერდთან მდებარე ორი კუთხე წარმოადგენს სამხრეთ მდებარე კუთხეებს და შესაბამისად რომ გავავლევდით ბისექტრისებს, აუცილებლად მართი კუთხით გადაეკვეთებოდნენ. ეგ ერთი დეტალი, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი. სად მდებარეობს გადაკვეთის წერტილი? გადაკვეთის წერტილი შიგნითა, გარეთ იქნება თუ გვერდზეა? ეგ საინტერესო საკითხია და არის დამოკიდებული თავად პარალელოგრამის გვერდების ურთიერთდამოკიდებულებაზე. და ნახოთ ახლა რა ხდება. სამ შემთხვევას აქვს ადგილი. თუ აღმოჩნდა მეგობრებო, რომ პარალელოგრამის ამ მცირე გვერდი არის თქვათ A, ნაკლებია B-ზე. და დიდი გვერდი არის B. უღონდ როგორი დამოკიდებულება იცით? აი 2A რომ აიღოთ, უკვე აჭარბებს B-ს. და მოდი ასე ვქნათ, ასე განვიხილოთ სიტუაცია. გავავლე ბისექტრისები, გავავლე ერთგანაც, ასე. გავავლე მეორედანაც ბისექტრისები და მათ გადაკვეთეს ერთმანეთის შიგნით. ახლა მოდი მეორე შემთხვევას განვიხილავ. ასე. ასე. გავავლე ერთის ბისექტრისაც. ლავასად. ის ხო? გავავლე მეორეს ბისექტრისაც და აღმოჩნდა რომ ახლა იკვეთებიან წვეროზე. ეს შიგნით იკვეთებოდა, ეს თვითონ გვერდზე იკვეთებიან, ბოდიში, პარალელოგრამის გვერდზე და მესამე შემთხვევა რომ განვიხილოთ, რომ ისინი იკვეთებიან გარეთ. ეს ასეა, ეს ასეა და იკვეთებიან გარეთ. სამივე შემთხვევაში ეს ბისექტრისა, ესეც ბისექტრისა, გავლებული გვაქვს ბისექტრისები. ასე და აქაც ასეთი სიტუაცია. რა ხდება ახლა, რა დამოკიდებულება იქნება გვერდებს შორის? დააკვირდით პირველ შემთხვევაში. ჩვენ ხო ვთქვით ბისექტრისაც რომ გავავლე პარალელოგრამში, აუცილებლად ტოლფერი და სამკუთხედი მიიღება, ხო? ეს A-100 იქნება. ანუ დააკვირდით როგორი სიტუაცია ახლა ეს თუ არის, ესეც A არ იქნება აი ამ სამკუთხედში? კი, იქნება. შესაბამისად, გამოდის რომ აი ეს არის A, აქ ესეც არის A, იმიტომ რომ აქეთაც ტოლფერი და სამკუთხედია თუ დააკვირდებით, ხო?
ისე ისა ყოველთვის ტოლფერდა სამკუთხედს ადგენს მოპირდაპირე გვერდთან მის გაგრძელებასთან დადაკვეთისას. ასე და შესაბამისად გამოვიდა მეგობრებო რომ დილასად ჩასდა აი ვთქვათ ახლა ეს თუ არის აქ და მე აი ეს არის აქეთ ხომ ცხადია მეგობრებო რომ 2a მეტია b-ზე იმიტომ რომ 2a-ს კიდევ აი ეს შიგა მონაკვეთი საერთო მონაკვეთი გადაფარის უნდა გამოაკვეთეს რომ b მივიღოთ ანუ ცხადია 2a b-ზე მეტია ახლა ქვედა შემთხვევას დავუკვირდით ეს მარცხენა სამკუთხედიც აი აქ ტოლფერდა ეს აიქნება მარჯვენა სამკუთხედიც აქ ტოლფერდა შესაბამისად ესეც აიქნება და ეს დიდი გვერდი თუ იყო b გამოვიდა რომ 2a b-ს ტოლია და მესამე შემთხვევას დავუკვირდით ეს თუ არის ესეც არის აქედან აქამდე თუ აქ თუ ეს არის ესეც არის აქედან აქამდე და შესაბამისად აქ დიდი გვერდი უკვე b მეტი გამოდის 2a-ზე. ანუ რა ხდება? ბისექტრისების გადაკვეთის წერტილი იდეაში დამოკიდებულია პარალელოგრამის გვერდებს შორის დამოკიდებულებაზე. თუ პატარა გვერდის გაურკეცებული მეტია დიდ გვერდზე ბისექტრისების შიგნით იკვეთება, თუ პატარა გვერდის გაურკეცებული ტოლია დიდი გვერდის, მაშინ ბისექტრისები გვერდზე იკვეთება და თუ პატარა გვერდის გაურკეცებული ნაკლებია დიდ გვერდზე, მაშინ ბისექტრისები გარეთ იკვეთებიან, მეგობრებო. და დავასაბუთეთ კიდეც. ანუ ეს თეორემა წესით შებრუნებული სწორია. და ასეთი დამოკიდებულება რა. თუ იცი ბისექტრისების კვეთის წერტილი შიგნით რომ არის პატარა გვერდი ორჯერ დიდია, პატარა გვერდის გაურკეცებული დიდია, მეტია დიდ გვერდზე და პირიქით თუ იცი რომ პატარა გვერდის გაურკეცებული მეტია დიდ გვერდზე, მაშინ ბისექტრისები შიგნით იკვეთება. მოდი ახლა განვიხილოთ 56 ამოცანა. დააკვირდით რა არის მოცემული ორი ამბავია თუ არა ერთი ამბავი ყოფილი 57 თუ არა მერე პარალელოგრამის მახვილი კუთხის ბისექტრისა იყო გავლენილი თუ ამ ამბავი ეს ამბავი დავიმახსოვროთ დაგჭირდება ახლოს მომავალში ახლა და თუ გავლებულია პატარა ესე იგი მახვილი კუთხის ბისექტრისა და შესაბამისად ტოლფერდა სამკუთხედსაც მივიღებდით და ვიცით რომ ეს ამის ტოლია და ვიცით რომ დიდ გვერდზე მან მოკვეთა 5-ის და 7-ის ტოლი ნაწილები. ახლა ეს რომ 5 იყოს და ეს 7. ახლა ვიღაც იტყვის პირიქით რომ იყოს დიახაც ეგ უკვე მეორე შემთხვევა და ამ ამოცანას მეორე შემთხვევა გაჩნია ზუსტად მაგიტომ რომ აქ თუ გაავლევთ ბისექტრისას შეიძლებოდა 7-ის ტოლი ეს ნაწილი ყოფილიყო ეს 5 ყოფილიყო. რადგანაც აღნიშნული სამკუთხედი ტოლფერდა არის, ცხადია ეს 5 იქნება, ხო? რომ ეს A შემთხვევაში, B შემთხვევაში ეს 7 იქნებოდა. და მაშინ რა გამოდის პერიმეტრი აი ამ პარალელოგრამის 5 + 12-ის გაურკეცებული, ხო? ვთქვათ, ეს გამოდის უკვე 7 + 12-ის გაურკეცებული. ასეთი ამბავი. ну, იმედია, დავიაზეთ, გავიგეთ ეს ამოცანა. აი, ორთული. თუმცა ეს თეორია დავიმახსოვრეთ. კარგი. 57 ვნახოთ, რას გთხოვს. პარალელოგრამის ბლაგვი კუთხის ბისექტრისა მის გვერდს ხობს შეფარდებით 2 ერთად. 1 წუთი. ანუ რომ გავგვევლო ახლა ჩვენ ხო პარალელოგრამის ბლაგვი კუთხის ბისექტრისა ეს არის ABCD პარალელოგრამი თქვათ და რომელ გვერდს ყოფს პარალელოგრამის მახვილი ხო მის გვერდს ყოფს ცხადია დიდ გვერდზე დაეცემა ხო 1 წუთი აქედან ბისექტრისა რომ გავავლეთ ასე და ასე
მის გვერდს ყოფს შეფარდებით ორი ერთთან ბლაგვი კუთხის წვეროს მხრიდან. ანუ აი ამ წვეროს მხრიდან ყოფს ორი ერთთან შეფარდებით. ახლა ნახაზე ვერ ავსახეს სწორად, მაგრამ ნუ ეს იქნებოდა 2x ნაწილი აქამდე, ანუ რაღაცა თქვათ bf-ია და აქეთ იქნებოდა x ნაწილი. ისე რომ დავაწყო. ასე 2x და x. ეს იყოს f. იპოვეთ პარალელოგრამის გვერდები, თუ მისი პერიმეტრი არის 30. პარალელოგრამის პერიმეტრი თუ არის 30, მაშინ აი ნახეთ, ეს ხო ტოლფერდა სამკუთხედია აუცილებლად, იმიტომ ეს თუ ორხაზიანია, ესეც ორხაზიანია. და ეს თუ x-ია, ესეც x-ი ხო გამოდის. მაშინ მთლიანად ეს დიდი გვერდი პარალელოგრამის 3x-ია და პერიმეტრი იქნებოდა 2-ჯერ x + 3x. შესაბამისად ეს გამოდის 4x-ი გამოდის ასე 15 და x-ი გამოდიოდა 15 მეოთხედი. მაშინ რა იქნებოდა პარალელოგრამის გვერდები? ნუ პარალელოგრამის გვერდები შესაბამისად იქნებოდა 15 მეოთხედი და 3x15 მეოთხედი, ხო? ანუ AB იქნებოდა 15 მეოთხედი და AD იქნებოდა 3x15, ანუ 45 მეოთხედი. არაფერი განსაკუთრებული მგონია, რომ პარტივად დაძლევ. და აბა მოდი ვნახოთ 58. აი 58-ში აგერ, სადაც გვჭირდება ჩვენ პარალელოგრამის ორი წვეროდან გავლებული ბისექტრისების თემა. ნახეთ, დიდ გვერდთან მდებარე ორი კუთხის ბისექტრისა გავეს ასე. გავავლეთ და ვავლეთ. ახლა არის დილემა რა? სად კვეთენ ესენი ერთმანეთს? ეს დამოკიდებული არის გვერდებზე, ხო? აი A გვერდი და B გვერდი როგორ ურთიერთდამოკიდებულებაში. ნახეთ პირველ შემთხვევაში რა ხდება, აი აქ პირველი შემთხვევა. როგორც ხედავთ, 9 და 4-ია გვერდები, ხო? ანუ პატარა გვერდს თუ 100 დავარქმევთ, ანუ A 4-ია და B არის 9. ანუ A-ს გაორკეცებული ნაკლებია B-ზე, პატარა გვერდის გაორკეცებული. შესაბამისად, კვეთა სად ხდება? კვეთა მოხდებოდა აუცილებლად გარეთ. ნუ ახლა ეს თქვენს არ იცოდეთ, შემთხვევებს განიხილავდით, ეს უნდა ახლა დილემის წინაშე დადგებოდით რა, სად იკვეთება ეს ბისექტრისები, დაგჭირდებოდათ ამაზე დაფიქრება რა. მაგრამ უკვე ცოდნა გვაქვს და ვიცით, რომ გარეთ იკვეთება. შესაბამისად, ეს ასეთი სტრუქტურა იქნება, ანუ ეგ თუ 4-ია, ცხადია ესეც 4-ია. და მაშინ ეგ თუ 9 იყო, ეგ ერთიანი არ იქნებოდა აქედან აქამდე? კი? შესაბამისად, როგორ გამოვიდა გვერდები? გვერდიდან ნაწილებული 4, 1, 4. მეორე შემთხვევაში, რადგანაც A არის 3 სტოლი, პატარა გვერდი 3-ია, ხო, და B არის 5 სტოლი, როგორც ხედავთ, 2-ია უკვე მეტია B-ზე და ეგ კვეთა იქნებოდა აუცილებლად შიგნით იქნებოდა კვეთა, ხო, ასე. და შესაბამისად, ახლა ეს იქნებოდა უკვე ტოლფერდა და ეს თუ 3-ია, ესეც აქ 3 იქნებოდა. ანალოგიურად ესეც 3 რო არის, ესეც აქ 3 იქნება. ამას თუ დავარქვევდით x, გამოვიდოდა რომ 3 + 3 - x-ი იქნებოდა 5 სტოლი, ხო, გადაფარვა. ანუ 3-ს დავამატო 3 და ერთხელ გამოვაკლოთ ეს გადაფარვა. 5 სტოლი ხო გამოვიდოდა. ნუ აქედან ისე გამოდის 1. ანუ რა ნაწილებად დაიყოფოდა? დავაკვირდეთ ახლა, ხო? ასე რომ არის. ესე იგი, ეს თუ 1-ია, აქედან აქამდე და მთლიანად 3 იყო, ხო, ეგ ხო 2 იქნება. და აქეთაც 2 იქნება, რომ მთლიანად 5 იყო. ანუ 2, 1, 2-ის ტოლ ნაწილებად დაიყო, ანუ 1, ან 1, 4, 4-1 ტოლ ნაწილებად. მოდი 59 ამოცანაც შევასრულოთ. მართკუთხედის ერთ-ერთი კუთხის ბისექტრისა მოპირდაპირე გვერდ შუაზე ყოფს. ავიღოთ მართკუთხედი. გავავლოთ ბისექტრისა და აღმოჩნდა, რომ მოპირდაპირე გვერდს ყოფს შუაზე. არ დაგვაუწყდეს მართკუთხედის პარალელოგრამია და აქაც
ბისექტრისის გავლებით ტოლფერდა სამკუთხედს მივიხედით, ხო, აი ამ სამკუთხედს მივიხედით ტოლფერდას. და შესაბამისად ეს თუ არის, ესეც დიდი გვერდი 2-ად ამოდიოდა და პერიმეტრი რა იქნებოდა? ორჯერ ავიღებდით 100-ს დამატებული 200-ს. ეგ იქნებოდა მართკუთხედის პერიმეტრი. მისი პერიმეტრი ვიცოდით 60 იყო. აგერ არის აქ მოცემული. ანუ გამოდის რომ აქ 6-ა, ანუ 3-ა ავრავლებდით 2-ზე. არის 60 და აუდრის 10-ს. და რა უნდა ვთქვა, იტოვეთ მართკუთხედის მცირე გვერდი. აი დიახაც, მცირე გვერდი იქნებოდა 10, ნუ შესაბამისად დიდი გვერდი იქნებოდა 20, მაგრამ ჩვენ აქ მცირე გვერდს ვთხოვთ. მოდი მე-60 ამოცანაც გავარჩიოთ და ეს პირველი ჩანაწერი ამით მოვჭით. 60, ესე იგი მართკუთხედის წვეროდან დიაგონალზე დაშვებული მართობი დიაგონალს ყოფს ერთი სამთან შეფარდებით. ვიღოთ მართკუთხედი, ასე. ვიღოთ დიაგონალი. ვუშვათ მართობი წვეროდან დიაგონალზე. და შესაბამისად გამოდის რომ ერთი სამთან შეფარდებით თუ ყოფს, ანუ ეს იქნებოდა აგერ x ნაწილი, აქეთ იქნებოდა 3x. ასე ეს მართკუთხედი. ჩვენ ვიცით რომ დიდ გვერდზე ხო, ესა დიაგონალების გადაკვეთის წერტილიდან დიდ გვერდზე დაშვებული მართვები. ნუ ახლა აქ დიაგონალების გადაკვეთის წერტილი გვინდა. ჭირდება და მოდი გავუვლოთ დიაგონალების გადაკვეთის წერტილი აქ. და გვეკითხებიან ამ გადაკვეთის წერტილიდან დიდ გვერდამდე მანძილს. თუ ეს ვიცით, ეს ვიცით. 3.2, ეგ ვიცით. ახლა რა ხდება, რას უნდა დავუკვირდეთ, მეგობრებო? ეს 3x რომ არ აგერიოთ რა იყო, 3x იყო აი თანათ ეს, ხო? ეს იყო აქ x. ანუ მაშინ AC დიაგონალი დავაწეროთ ახლა ასოები a, b, c, d და გვეკითხებიან იპოვეთ დიაგონალის სიგრძეო, ხო? AC დიაგონალს გვეკითხებიან და AC დიაგონალი 4x ხომ გამოდის, ხო? x და 3x. და თუ გამოდის, მაშინ მისი ნახევარი AO, ხო გამოდის 2x, 2 დიაგონალი, 2x. და დაგვიდით ახლა თუ აი ახლა კაწერტილი რომ დავაწეროთ, თუ a იყო x და AO მთლიანად 2x-ია, მაშინ ესეც x-ი არ გამოდის აქ? კანო? ხო, კი, გამოდის. ესე იგი რა გამოვიდა, რა მივიღეთ? მივიღეთ, მეგობრებო, რომ აი ეს სამკუთხედი, აი ეს სამკუთხედი არის ტოლფერდა. რატო? იმიტომ სიმაღლე მედიანაცა. შესაბამისად, თუ ეს სამკუთხედი ტოლფერდაა, მაშინ აი ეს გვერდი ამ გვერდის ტოლია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვართ ახლა მართკუთხედში და მართკუთხედის დიაგონალები ტოლი, ანუ მათი ნახევრების ტოლი, ანუ გამოდის, რომ ეს AO გვერდიც ამათი ტოლი იქნებოდა, ხო? ანუ სამკუთხედი ABO ტოლგვერდაა. და ანუ ესეც 2x-ი, ეს ხო 2x-ი იყო, ესეც 2x-ი გამოდიოდა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ უქრები, რომ ახლა ეგ მარტივი დასანახია, უბრალოდ O-დან დაშვებული სიმაღლე რაცა, ზემოთაც იგივე სამკუთხედია, იქაც დაუშვებდით სიმაღლეს, ესეც 3.2 იქნებოდა აუცილებლად, ტოლია ესე და ქვედა სამკუთხედები და თან ეს ერთი წრფე იქნებოდა, იმიტომ რომ BC AD-ს პარალელურია და O-დან თქვენ პარალელური წრფეების მიმართ თუ გაავლეთ სიმაღლეები, მარტივი საჩვენებელია, რომ გაშლილ კუთხე იქნებოდა აქ. გავლებით წრფეს და შიგაჯვარედან მდებარე კუთხეების ჯამი შიგაჯვარედან მდებარე კუთხეები ტოლია და გაშლილი კუთხე 180 გრადუსი გამოვიდა. ნუ მარტივი საჩვენებელია და აღარ უნდა ამაზე დიდი დავიდარება. და შესაბამისად, მეგობრებო, გამოვიდოდა მაშინ, რომ AB არის 6.4, ხო? იმიტომ რომ ასე აი ნახეთ 3.2, 3.2 ტოლია. და AB თუ 2x-ია და 6.4 ტოლია, მაშინ აქედან AC რა გამოვიდოდა? AC ხო 4x-ია, 4-ჯერ
6.4, ანუ 12 თხელი გვაიქნება. კარგი, მოდი 71-დან მერე გავაგრძელოთ მომდევნო ვიდეოში განხილვა. აბა დროებით.